მოგესალმებით საფუძვე ანმარედიდან. მოგეხსენებათ გამოზახურდა და ჩვენი ფუტკარიც აქტიურად ამუშავდა. თითქმის შეავსეს უკვე კორპუსები. ნახე როგორი ჯვარივით გააკეთა, რამაზია, რაღაცნაირი. ახლა რას ვაკეთებთ? ვცდილობ რომ ყველა ოჯახი დავიყვანო ერთ სტანდარტზე. რომ შემდეგ ყველა ერთნაირად მივიდეს აკაციის ღალაზე. არც ჩამორჩენ და არც სიძლიერის გამო არც ნაყარზე არ წავიდნენ. ბარტყი იწყება აქედან, ასე მაგ დატოვებული თავის დროზე. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ამის ჩათვლით აუცილებლად არჩება. ეს თუ ბარტყია უკვე, ხო? უკვე იძულებული გავხდები რომ წავართ. აჰა, შეიძლება დავტიო მეხუთე, მაგრამ მეექვსე თუ ბარტყია, უკვე ამას აღარ დავტიებ. იმიტომ ეს ნაყარზე წავა ეს ოჯახი შემდეგ. დაახლოებით 25 დღე არის აკაციამდე დარჩენილი. ამიტომ მოვაცილებ ერთ ბარტყიან ჩარჩოს. ნახოთ აბა. რომელი ჩარჩო იყო ეს? 1 2 3 4 5 და მე-6 იყო ეს. კი ბატონო. დავით ტელეფონში თუ ჩანს, აბა, აი ახალი ბარტყი. ეს უკვე მე-6-ია. ზედმეტია, მაგრამ ამას კი არ წავართმევ. ეს ახალი ლაკვერცხილია, ეს არაფერს არ შეიცავს. აი აქ არის დაახლოებით ისეთი ბარტყები, რომელიც დღეს ამ წუთას გამოდის, დღეს გამოდის. ფუტკარმა ეს ჩარჩო და ეს ჩარჩო ბარტყით გაავსო. გადაბეჭდა ზოგი უმეტესობა გადაბეჭდილია და ცოტა ხანში გამოვა. 4 ჩარჩო ბარტყი რო დაიბადება ის 8 ჩარჩო ფუტკარია დაახლოებით. რადგანაც უკვე ეს კორპუსი ივსება და აღარ არის ადგილი იმისათვის რომ დედამ დაკვერცხოს, რადგანაც აქეთ უკვე თაფლებია. ამოვიღე ერთი ჩარჩო, აშენებული ჩარჩო და ეს მეხუთე, აი შუაში ეს მეხუთე ჩავდები. 2 აქეთ დარჩა, 2 აქეთ დარჩა. დედას მივეცით ბარტყის დასადობი. 3 დღეში ამ ჩარჩოსაც ბოლომდე გაავსებს.